კარგი, მთავარი კითხვით დავიწყებ. რატომ გადაწყვიტე, რომ ქვესაშუალო წონაში ასულიყავი? ვიცი, რომ ამაზე საუბარი დიდხანს მიდიოდა. UFC 300-ზე ლეონ ედვარდსთან ბრძოლა შემოგთავაზეს, თუმცა მაშინ ვერ შეძლო დათანხმება. ახლა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. წარუკიანთან ჩხუბს ველოდებოდი, რადგან მას ძალიან კარგი გამარჯვებების სერიები ჰქონდა და ხალხი ცელოდა ამ დაპირისპირებას. თუმცა ბოლო წუთს ის ბრძოლას ჩაიხსნა, ამიტომ სხვა საინტერესო ჩხუბებს ჩემს დივიზიონში ვეღარ ვხედავდი. ამიტომ გადავწყვიტეთ ზემოთა წონაში ავსულიყავით, რადგან ქვესაშუალო წონას ახალი შესანიშნავი ჩემპიონი ხავს, ჯეკ დელა მადალენა. და ამ ბრძოლის გამო ყოველ დღე ვარჯიშობ, ყოველ დღე ადრე ვდგები. შენ ჯაკზე ძალიან ცოტა ისაუბრე. შენი აზრით, მასთან ჩხუბი გაგიჭირდება? როგორც ვიცი, მან თქვა, რომ ალექსანდრე ვოლკანოვსკის გამო შურის ძიება უნდოდა. იახ, ნამდვილად რთული ბრძოლა იქნება. პელალთან ჩხუბს უყურე, ის ძალიან კარგია, ძლიერია. UFC-ს ბრძოლა როცა დაიწყო ჭიდაობაში ჰქონდა პრობლემა, თუმცა ის ნელ-ნელა განვითარდა. როგორც ვნახე, ის ბევრ მოჭიდავეებთან და გრეპლერებთან ერთად ვარჯიშობს. ტყუილად ჩემპიონი ვერ გახდებოდა, ყველა მხრივ ძლიერია. მოკლედ ნახავთ, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი. ძალიან მალე. მოკლედ უნდა კითხო, რამდენი დრო დაგრჩა ამ სპორტში? ხალხის უმრავლესობა ამაზე საუბრობს. ხავიერ მენდესმა ინტერვიუში ახსენა, რომ 3 ბრძოლის ჩატარება შეგიძლია მხოლოდ. შემდეგ ალი გამოვიდა და მან თქვა, რომ სულ 3 წელი დაგრჩა. ბოლოს და ბოლოს შენ გითხარი, რამდენი დაგრჩა? არ ვიცი. მათ თავიანთი შეხედულება აქვს. ალის თავისი აზრი აქვს, მე ჩემი აზრი მაქვს და როგორც ტვიტერზე დავპოსტე, ჯერ ყველაფერს ახლა ვიწყებთ. ახალი წიგნი, ახალი დასაწყისით. ილია თოფურია შენზე ბევრს საუბრობდა. ამ კვირაში პატივისცემით გიხსენიებდა, თქვა, რომ შენ მისგან არ გაქცეულ ხარ და დიდ პატივს გცემს შენი მიზნის გამო, რომელსაც ქვესაშუალო წონაში ეძებ. შენი აზრით, ვინ მოიგებს ილიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის ამ შაბათს UFC 317-ზე? ძალიან კარგი კითხვა. გააჩნია. ვინ შეძლებს საკუთარი სათამაშო გეგმის მიყოლას, ის მოიგებს. თუ ჩარლზი პარტერში გადაიყვანს, მარტივად დააფინიშებს მას. ხოლო თუ თოფურია მას დაიჭერს, იქვე დააძინებს. ორი არჩევანია, მოკლედ მოიგებს ის, ვისი თამაშის გეგმაც იმუშავებს. ნამდვილად. ორგზის მსუბუქი წონის ჩემპიონი ამ დივიზიონს ჯერ არ უნახავს. ჩარლზი იქნება პირველი თუ გაიმარჯვოს. დიდი მიღწევა იქნება მისთვის. არ ვიცი. შანსი აქვს, დიდი შანსი აქვს ნამდვილად. მოკრივეების წინააღმდეგ ყოველთვის კარგად იბრძვის. პორიეს წინააღმდეგ კარგი კრივი ჰქონდა, ჩენდლერთანაც კარგად იჩხუბა. მოკლედ ორივეს კარგი ხელი აქვს, ორივე ძლიერია დგომში. მაგრამ ჩარლზ თუ პატარა შანსი მიეცი, ის აუცილებლად დაასრულებს ბრძოლას. აი რატომაა ჩარლზი ყოველთვის სახიფათო. შენი აზრით ვინ მოიგებს? ვფიქრობ 50-50-ია. გასაგებია. შენი აზრით გამარჯვებულს ვინ უნდა შეხვდეს? როგორც ვიცი, არმანი მათ ბრძოლას აზღავს. ჯასტინ გეიჯმა თქვა, რომ მან შეიძლება საერთოდ დაანებოს ბრძოლას თავი თუ სატიტულოს შანსი არ მიეცემა. მაქს ჰოლოვეისაც უნდა იმ შემთხვევაში თუ დასტინ პორიეს დაამარცხებს. იცი, ჩემი აზრით, თუ ცარუკიანი ახლა წონას დაიცავს და ზოგადად თუ შეძლებს ხალხს დაანახოს, რომ შეუძლია წონის შენარჩუნება, მაშინ ის შემდეგი უნდა იყოს. გეთანხმები.